ბედნიერი და წარმატებული მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანია. საქართველოს ხმა წარმოგიდგენთ მაია ცომაიას საავტორო გადაცემას პაციენტის დრო. სრულიად განსხვავებული ახალი სიტყვა სამედიცინო ფორმატში, მხოლოდ ჩვენთან, ექიმები და იურისტები ერთად. დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში და მიიღეთ პასუხი. ყოველ სამშაბათს 19 საათზე ერთად ვისაუბროთ, როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა და პაციენტის უფლებები. მოგესალმებით რადიო საქართველოს ხმის პირდაპირ ეთერში მაია ცომაია გადაცემაში პაციენტის დრო. პაციენტის დრო ყველაზე აქტუალური, საინტერესო და პრობლემური თემების აფიშირება ჩვენს გადაცემაში. პაციენტის დრო თქვენი უფლებების დაცვის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ქართული წარმოების შამპუნი სტიმულიტის სერია. ეს არის ორიგინალური და ეფექტური საშუალება თმის პრობლემების მოსაგვარებლად. იგი შეიმუშავა და დაამზადა კომპანია სტიმულიტმა, რომლის მიზანია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებისა და ტრადიციული ფიტოთერაპიის საოცარი შესაძლებლობების გაერთიანება. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ ბატონი გიორგი ქუთათელაძე, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, მცირე მწარმოებელთა და მცირე ბიზნესის ასოციაციის სოლიდარობის დამფუძნებელი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. სასიამოვნოა ის, რომ თქვენ ქართულ პროდუქტს თანაც სამკურნალო შესაძლებლობების მქონე სცენარეულ პროდუქტს თავაზობთ ჩვენ. და სანამ რადიო მსმენელს გავაცნობთ სტიმულიტის შამპუნების სერიას, მანამდე შევახსენებ რადიო მსმენელს, რომ ვისაც გააქვთ ესე იგი უფრო მეტად რო გაიცნოთ ეს პროდუქცია, მოგვისმინეთ FM 7-9-ზე რადიო საქართველოს ხმაზე და დაგვირეკეთ ასევე ან მოგწერეთ, მოგეხსენებათ, ყველა მიცით ჩვენი გადაცემა გადის Facebook-ზე live რეჟიმში და აქაც შეგიძლიათ კითხვები გამოგვიგზავნოთ და ასევე დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 790 202 303 მობილური ოპერატორიდან წინ 0. მოგეხსენებათ, დღეს ძალიან გახშირებული არის თმის ვენა, ქერტლიანობა, ანუ უამრავი პრობლემები არის თმების მოვლასთან დაკავშირებით. არც ისე იოლი არის თმების მოვლა, თითქოს სილამაზეა, მაგრამ ძალიან თუნდაც თავი როგორ დავიცვათ გამელოტებისგან და ბატონო გიორგი, მაგალითად თქვენ ხარ დაახლოებით 30 წელია პრეპარატის შრუშანი, წარმოებელი ხართ, ავტორი ხართ, სცენარეული დიახ და და გითხარით ამის წარმოშობის ისტორია შროშანს. მე ჯერ კიდევ დაახლოებით 22 წლის წინ მახსოვს, რომ აქტიურად იყენებდნენ ჩემი ახლობლები გამელოტების პროფილაქტიკისთვის, დიახ, რაღაც პრევენციულ ღონისძიებებს ხმარობდნენ და ჯერ ჩვენს რადიო მსმენელს შროშანზე ვესაუბროთ. ეს პრეპარატი, ჩვენი პრეპარატი, არის ოფიციალურად რეგისტრირებული საშუალება, მრავალჯერ გაიარა რეგისტრაცია და ძალიან ცნობილი პრეპარატი არის მცენარეული, მრავალკომპონენტიანი მცენარეული ნაყენი. ნაყენში შედის სრულიად ნატურალური საშუალება, 100% ნატურალური საშუალება. სპირტით არის დაცული, ეთილის სპირტით და ხმარობთ ენდემურ საქართველოს მცენარეებს. ესე იგი, სრული ქართული პროდუქტია, როგორც ქართველი ავტორი გავს, ასევე ენდემურ მცენარეებს ვიყენებთ და მოგეხსენებათ, ეს პრობლემა, თმის ვენის პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო და თავის დროზე ეს წამოვიდა სწორედ აი ჩემი პრობლემიდან, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი სტუდენტობის პერიოდში და უფრო ადრეც მქონდა ინტენსიური თმის ვენა და რა საშუალება არ გამოვიყენე. ახლა როგორც ყველა ახალგაზრდა განიცდის, კიდე გოგონა იყოს, კიდე მამაკაცებიც განიცდიან და ზუსტად ამ დღეში ვიყავ, ეს გავიარა ეს პროცესი
და სხვადასხვა ვაბარებდი ახლობლებს, მეგობრებს უცხოეთიდან. ადგილობრივ ხომ არაფერი არ იყო საერთოდ და რუსეთიდან, უცხოეთიდან და ესე იგი უკმაყოფილო ვიყავი შედეგით. და შემდგომში მე თვითონ გადავწყვიტე რომ შემექმნა ეს საშუალება და ესე ძიებით ხა მე თვითონ ფარმაცევტების ოჯახიდან ვარ და ქიმიკოსების ოჯახიდან მეცნიერება სულ ახლოს იყო ჩემთან მამაჩემი ქიმიკოსია, ბიძაჩემი ქიმიკოსი იყო, ბიძაჩემი დღესაც მოქმედი ქიმიკოსია და მთელი ნაცნობი არიან ქიმიკოსები, ექიმები, ფარმაცევტები და მეცნიერები და მე აი ამ სამყაროში გავიზარდე და რა თქმა უნდა ამ ლიტერატურასაც ვკითხულობდი სკოლაში ძალიან მაინტერესებდა ქიმია თვითონ. სწავლობდი პირველად მინდოდა რომ ქიმიურზე ჩამოვარებინა და აი იმდენად მოყაითი მოსწავლე ვიყავი რომ ქიმიაში ხუთები მქონდა და მახსოვს სახშიც ლაბორატორია მქონდა ბავშვობაში. მქონდა ხოლმე მამაჩემს რეაქტივები, სპირტკურა რაღაცა ესეთი გატაცება მქონდა ძალიან. და ეს ლიტერატურა თავის დროზე ფიტოთერაპიული ლიტერატურა იყო ერთ-ერთი ჩემი ინტერესის საგანი. და ამან ხელი შეუწყო რომ მე ჩემთვის რომ აი გადამერჩინა ასე თქვა თავი დავიწყე აი ამ რეცეპტურის შედგენაზე მუშაობა და აი ცდების და დიდი ესე იგი წვალების შემდეგ მივედი რაღაცა ოპტიმალურ რეცეპტურაზე რომელიც მე გამოიყენე ჩემთვის. და მოხდა კურიოზი რაღაცა რომ ესე იგი მე რომ ასე ვთქვათ უშელო ჩემ თავს და ეს თმის ჩვენის პრობლემა აღარ მაწუხებდა და გავჩუმდი ამ თემაზე საერთოდ მე ახლობლებმა ნათესავებმა მეგობრებმა რომ გიორგიო შენ ჩვენს მოგვეციო ну ესე ჩამომისხი ესე გავრცელებული გიორგი ჩამომისხი ანუ მაშინ სახლის პირობებში ხო რა თქმა უნდა ნუ სტუდენტი ვიყავი და ხომგეუნებით ესე იგი რაღაცა პერიოდში ძალიან ესე იგი ვეხმარებოდი ჩემ მეგობრებს, ახლობლებს, უბნელებს, ნათესავებს ყველას. კურიოზი იყო, ესე იგი ასეთი იუმორისტული მას გავიხსენებ, რომ პირველ მეორე კურსზე ვარ. და მახსოვს ჩამნულის, ეხლა ძალიან მეგობრები ყავდა ყველას და ეხლა ლექციებზე ხო თქვენს ყოფილიყავთ სტუდენტები და იქ ლექციები მთავრდება ბანჯრები რო არის გამოდიხარ, ძიხარ, ახალგაზრდები ხართ, ლაპარაკობთ რაღაცაზე. მახსოვს ჩამოივლის გაივლის დეკანი გამოივლის და მე ეს ხმა მომივიდა კაცო ამ კაცო სად ასწრებსო არყის დალევასო დილას 8 საათზე ხო და არა მე არ ვსავდი არახს და რატომ ვთქვა მეთქი ეს ჩემზე დილიდან რომ ისე არყის დასვამია ეს კაციო და ხა ვერ წარმოედგინა იმას რომ მაშინ ეს ჩვენი პრეპარატი შროშანი არ იყო პრეპარატი შროშანი ეს იყო კომბინაცია გამონაწვლელი ოღონდ წარმოიდგინეთ არა დენი არა წყალი არა გაზი ეს არის მხედრიონის გაქანებული დროის აი მანამდე კიდე პერიოდში იყო ეს ხომგეუნები და ესე იგი პურის არახს ვიყენებდი მაშინ ეთილის სპირტი არის არახსებობდა საქართველოში იმპორტი ეს სპირტის და მე ხელი არ მემსვლებოდა მე ეს ხო საბჭოთა კავშირის დრო პრაქტიკულად ხო და პურის არახს ვიყენებდი გამოწვლილისთვის და ხო და წარმოიდგინეთ ეხლა დილას რომ დავისხავდი ამას თემებზე ეს როგორ გამოიყენება ეს პრეპარატი შორშანი ისე იგი შეიზრდეთ მიზიდებში დაიმასაჟეთ და შემდეგ უნდა შეგაშლეს ეს უსად ქროლდება მაგრამ რადგანაც პურის არახზე იყო ეხლა პურის არახზე თქვა თავისუფლი არის მე ეს ვერ ვზნობდი ხო და ეგ უნდა იმას რომ ეს კაცი რა მასვე მოდისო ყოველდღიურასო გამოვიდა რა ესეთი კურიოზები იყო მოკლედ შემდგომში მე რო მივხვდი რომ ამის წარმოება უნდა მომეკიდა ხელი სერიოზულად ეს პერიოდია როცა აი პირველი კოოპერატივები რო დაიწყო საბჭოთა კავშირში დაიშალა და ესე იგი მე ეს პროექტი მქონდა აშკარად და მინდოდა რომ ეს გამეკეთებინა და მაშინ უკვე ხალხური მედიცინაშიც გავუწევრიდი მადლობა უნდა მოახსოვრო ბატონ გზარ ჯოგლიძეს ეს ხალხური მედიცინის მაშინდელ დამფუძნებელს მე არ ვიცი ხა ფუნქციონირებს თუ არა და აი ამ პერიოდში ძალიან გავიცანი ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლები ასე დიდი მადლობა მინდა მოახსენო ბატონ დურმიშხანტურაბელიძეს ფიტოქიმიის ლაბორატორიის უფროს ჩვენ მეგობრები ვართ ძალიან მათ ოჯახს ძალიან ვიცნობთ და აი გამოთქვი ეს რომ თუ არ მეთქი საშუალება რომ აი ეს წარმოების და მართლა მისი ესე იგი რეკომენდაციით ასევე დიდი მადლობელი ვარ ქალბატონი ეთერი კემერტელიძისა დირექტორი იყო და ეხლაც ძალიან ძლიერი პიროვნება აკადემიკოსი შემოხვედრა მას და გავაკეთეთ ხელშეკრულება და ფარმაკოქიმიის ლაბორატორია არის ესეთი ინსტიტუტის ბაზაზე ფიტოქიმიის ლაბორატორია და იქ დაიწყეთ იქ დავიწყეთ ხელშეკრულებით ამის წარმოება ეს არის უკვე
ავსი 92 წელი აი რევოლუციის ეს პუტჩი ახალი მომხდარი იყო თბილის ცეცხლი უკიდია და მე ამ პროექტებით დავდივარ და ну ხონგეუნებით ესე იგი წარმოების ეს იდეა ფიქსი მქონდა და რა დროს წარმოებაო მეუნებოდნენ სხვათაშორის მაშინდელი აი ბანკების ახალი შექმნილი იყო მახსოვს ივერტ ბანკში რო თუ დამაფინანსეთ მეთქი და ივერტ ბანკმა ну იქ იცინოდნენ ისინი ეს ბანკირები რომ ვინ არის კაცო რა დროს წარმოება კი არა იმაზე შიფშიზე და იმაზე იყო ლაპარაკი ოდენობა უგაზო უწყლობა და მოკლედ აქედან დაწყებული უკვე პირველად შევედით აფთიაქებში პირველი ქართული პრეპარატი რომელიც შევიდა საბჭოთა აფთიაქებში ანუ არავითარი იქ სხვა აფთიაქები აქვს ქსელი არ არსებობდა ესე იგი პრესტიჟის არ არსებობდა 92 წელიწადში ხო და 92 წელი იყო და საბჭოთა აფთიაქების ქსელი აქ დიდი მადლობა მინდა მოახსენო აი ბატონი უცებ აღარ გმახსოვს მისი გვარი ბატონი კამო რომელიც იყო აფთიაქის გამგე იმაში რა ქვია აღერც მეხსენებ ვიცი გამიგია პეტრო მარჯანიშვილთან და აი ასე შევიტანეთ მასთან მე სხვა უკვე მან რო ნახო შედეგი და რაღაცა და ხალხი მაყოფილი იყო მე მისგან უკვე ხისი რეკომენდაცია მოხდა სხვა აფთიაქში მაშინ არაფერი რეკლამა და ის არ იყო აი ასე ნელ-ნელა დღემდე მოვიტანეთ ეს ანუ საზოგადოება მინ პერიოდში კარგად მიიღო აი ყოველგვარი რეკლამის გარეშე საერთოდ რეკლამა არ არსებობდა ხალხო მე სადღაც 3-4 წლის შემდეგ მახსოვს აი პირველი სერიალი რო გავიდა თუმცა კონკურენციაც არ იყო ფაქტობრივად არც არსებობდა სხვა შამპუნები დიდად არაფერი არ არსებობდა დიდად დღეს რო არსებობს იყო ესე იგი ანალგინი სტრეპტოციტი საბჭოთა ასკოფენი მახსოვს ციტრამო რაღაცები საბჭოთა რაღაცები სამლები იყო იმპორტ საერთოდ არ იყო და აქედან გამომდინარე რეკლამასაც ვერ ვქნათ იმიტომ რომ არ იყო ესე იგი ეს ველი სარეკლამო და მახსოვს ვარიგებდით აი ამ ფლაიერებს და პლაკატებს და თუ რომელიმე გამგე გავო დიდი სამბით ესე იგი და დიდი ხვეწდა მუდარით ასე თქვა გაგვაკროვინოდა თავის აფთიაქში ამ პლაკატს ნუ ეს იყო ჩვენთვის გარღვევა რა ინფორმაციული ბლოკადის ასე თქვა და ნუ პრეპარატის როშანი ხონგეუნებით აი ხელა ისტორია შეიძლება მარტო ამ პრეპარატზე მთელი განაცემა ელაპარაკო და აი ჩემ ზურზე გაიარა ქართული წარმოების ყველა პრობლემა. დიახ. ესე იგი თუ კი რამეჭის საერთოდ ქართული მცირე წარმოებას, შემდეგ მე ასოციაციას დავაფუძნე ამ ბაზე ძალიან ბევრი ჩაწერები გვაქვს. ხო, გავაკეთებ და ამ ასოციაციას ესე იგი მიზანი აქვს ის რომ ქართულ წარმოებას დაეხმაროს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ტყავზე გადავიდა ყველა ეს პრობლემა და ვიცით მისი ყველა გაჭირვება. და ამ ჩაწერებში ვთხოვთ ხოლმე მთავრობას მოგვაქციეთ ყველაფერი აი ეს პრობლემა, აი ამ სფეროში ეს პრობლემა, აი ჩვენ ქართული წარმოება არა მარტო ჩვენი სხვისიც ფეხს აიდგავს თუ აი ეს და ეს ასე შესწორდა, კანონმდებლად ეს ასე გასწორდა. ნუ სამწუხაროდ აი ხო მგონი დღემდე რჩება ხმა გადაგისა უდაბნოსა შინა ქართული პროდუქტის ჩვენთვისაც ყველასთვის მისაღებია. მე პირადად დევიზი მაქვს რომ შევიძინო ყველაფერი ქართული, მაგრამ ეს უნდა იყოს ხარისხიანი, ეს სხვას უნდა უწევდეს კონკურენცია და ხშირად არის აი როგორ გითხრათ უკმაყოფილოები აი ამ ხუთხით რომ თავიდან გამოდის თითქოს კარგი ხარისხენ და შემდეგ აფუჭებენ ეს ქართული წესია ესეთი რა არ არის ეს ალბათ ყველა ქვეყანაში ალბათ იმდენად ვირიჩდება წარმოება რომ მე რა იძულებულები ხდებით რომ ან ხარისხი გააფუჭოთ ან რაღაცა ეს რა იცით აი ვერ ხვდები დგას ადამიანი ოჯახი აი მაგალითად ჩვენ რო ავიღოთ ფორდი თქვათ ამერიკელი ფორდი ხო 4 თაობა ფორდის უკვე აწარმოებს ამ მანქანას და აი პირველი ფორდი ვიც იყო სწორედ გენრი ფორდი იყო აი ძალიან დიდი ენთუზიასტი და ხა წარმოიდგინეთ რომ თქვენ ფორდს გაეფუჭებინეთ თავისი ის მოდელი T იყო ეგეთი რომელიც აი სოფლიო დონის მანქანა იყო თავის დროის კლასში ეხლა საკმაოდ ფორდი აღარ არის ის დონის მანქანა მაგრამ ოდესაც პრეპარატის უკან დგას ადამიანი გამონგონებული ენთუზიასტი გესმით აი პიროვნებას გააჩნია ხო თუ ეხლა ადამიანი თუ პიროვნება არის უნდა რაღაცა მოკლე დროში დიდი ფული შოუს ყალბის გნელი თაღლითი და აფერისტი რა თქმა უნდა ის ფირმა ადრე თუ გიან ჩაიძირება იმიტომ რომ რა ჩვენიც ხარეს მაგრამ როდესაც პრეპარატი არის კარგი
პროდუქტი არის საერთოდ კარგი და მენეჯმენტიც კარგი არის თქვა და პიროვნებაც თავს არ ზოგავს რომ ეს კარგი პროდუქტი მიიტანოს მომხმარებლამდე ის ყოველთვის წარმატებული იქნება. ბატონო გიორგი, შროშანი ქვია ამ საიდან წამოვიდა სახელი, ხო? აი მე გეტყვით დომინანტი შროშანი არის. მე მანამდვილად ვეძებდი რა დამერქვა პრეპარატის სახელი. ნუ 10,000-მდე რაღაცა, ნუ ხუგემ მახსოვს რომ უბრალოდ რაღაცა უნდა დამერქვა, იმიტომ რომ ცნობადი ყოფილიყო და მაშინ ახალი გახსნილები იყვნენ საპატენტო ბიურო, ნუ მიცნობენ თანამშრომლებს, სხვათა შორის ძველი ხალხია, ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად აიდგა იმ ქართულმა საპატენტო ბიურომ ისა რა ქვია ფეხი და საპატენტოში რომ მივედი, უკვე მოფიქრებული მქონდა ეს სახელი. და მაშინ სხვათა შორის ძალიან იაფი იყო სავაჭრო მარკის დაგერეგისტრირება. ჟდებოდა მაქსიმუმ რაღაც 60 ლარი. ნუ ახლა $450 უკვე, მაგრამ მაშინ კაპიკები ჟდებოდა და მაგრამ მაშინ უკვე მაინც თანხა იყო. ამ ნაბიჯს გავდი რაღაცა აზრი ქონდა. ესე იგი, მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ადამიანი, ბიბლიას ვკითხულობ, ხშირადაც ვკითხულობ, ჩემი სამაგიდო წიგნია და იქ არის ასეთი გამოთქმა ახალ აღთქმაში, სახარებაში, რომ თქვენო ისე ვერ შეიმოსებითო, როგორც შროშანი მოსება, ესმით და ეს შროშანი თან ბიბლიურია. იქ მართალია ლილიაზე ალაპარაკი, მე თარგმანში ლილიარეზე ალაპარაკი, ამავე დროს მცენარეც არის შროშანა. თუმცა შროშანა ამაში არ შედის. აქ შედის სხვადასხვა მცენარეები. არა, შროშანა არის კორვალარია საგულე მცენარე. ანუ ნატურალურია სახელი, ბიბლიურია სახელი. მე იცით ესე იგი მცენარეულია, მცენარეზე ალაპარაკი. ეს ყველაფერი ერთად შენიცდა და ვარჩიე რომ აი სახელი უნდა ყოფილიყო და გაამართლა რაღაცა. თან ჟღერადია. ანუ უცხოელებისთვისაც არ არის ძალიან ეგზოტიკური. აი მაგალითად ირითმება ეგეთ დიდ ბრენდებში როგორიც არის შივაკი, ტოშიბა, მიცუბიში, ანუ ეს შ არ არის მაგის, იაპონელებმა უკვე მიაჩვიეს. სხვათა შორის ამერიკელებს დემებს აი რო ელაპარაკები ხოლმე ძალიან ისა. შროშანი ყოფილა სხვათა შორის ერთ-ერთი ტომი ინდოეთში. შროშანის ტომი, აი როგორც არის სიუს ტომი, მე არ ვიცოდი ეგა და აუ ჩვენ უკვე მოკლედ მაგრამ მოეწონათ ამერიკელებს. აქ რამოდენიმე მცენარის სახეობა არის. კი, აქ ისეთი მცენარეები შედის, როგორიც არის კულმუხო, თავშავა, სალბი და სხვა მცენარეები, ორკბილა, რა თქმა უნდა ეს სახელები შეიძლება ასე ცოტა აბსტრაქტულია, მაგრამ ვინც ამ მცენარეებში ჩახედულია, ყველა მის რომ ამ მცენარეებს საქართველოს განვეცნობილი არის, რა თქმა უნდა. მოიპოვება და ამავე დროს მაღალი თერაპიული მოქმედება. კაზე და თვალზე. ბატონო გიორგი, აი მოდით ახლა განსაკუთრებით კამელოტების შიშის ქონია მამაკაცებს ურჩიოთ, როგორ გამოიყენონ, სად შეიძინონ ეს პრეპარატი. გამონტების გარდა ამავე დროს ხა ისეთი ძიმე ეკოლოგია საქართველოში, ეს სმოგი გამონაბუქვი, ხანსიცივი. არა ჯანსაღიკლებად. ხო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფაქტორები მოქმედებს, არსებობს გენეტიკური ფაქტორებიც, მაგრამ არსებობს ის ფაქტორები, ეკოლოგიის და გარემოს ფაქტორები. ზოგს მაგალითად უყვარს სიცივეში უკუდო ციარული, ხო? და უკუდო ციარული ესეც კანის დაავადებებს იწვევს და სტიმულაცია ახება თავს. კუდებსაც შერჩევა უნდა, ბევრი სინთეტიკური ქსოვილი კუდებით პირიქით ჩვენას იწვევს. ანუ როგორც თმისვენის შემაჩერებელი, თმის გამახშირებელიც არის, იმიტომ რომ არა ყველაზე, მაგრამ ამის კლინიკა ჩვენ ჩატარებული გვაქვს და ეს ცალკე ისტორია, ძალიან მაგარი კლინიკა აქვს ამას გაკეთებული, ძალიან ფართო. თუ კი რამე პრეპარატი საქართველოში გამოკვლეულა ოფიციალურად, წინა კლინიკა და კლინიკა ყველაზე დიდი სქემით გვაქვს გაკეთებული. და მაშინ ეს იყო, ნუ ჩემთვის აი ძალიან ფინანსურად ძალიან ძნელი ასაწევი, მაგრამ ეს კანის დისპანსერში გაიარა თუ სამედიცინო ინსტიტუტის წინა კლინიკის და კლინიკური კვლევის ლაბორატორია იყო ქალბატონი აც გარდაცვლილი სამწუხაროდ ძალიან არაჩვეული პიროვნება იყო ელეონორა ტუსკია იყო მან და მან გააკეთა ეს და სხვათა შორის რა შედეგები აჩვენა იცით რომ აი ესეთი შტამებად იყო კურდღელები დასმული ეს ექსპერიმენტული კვლევა რო გააკეთა და ხომ გეუბნებით ამოყვანეს ისეთი ძალა აჩვენა რომ აი ბეთს წვავდნენ და რაღაცა ჯგუფი იჯდა კურდოლების, რომელსაც წყალს უზილავდნენ მარტო, აი როგორც პლაცებო.
აკვირდებოდნენ. და იგივე დონით სხვა კურდღლებს უწვავდნენ ბეწვს და პრეპარატ შროშანს უსვავდნენ და ამოყავდა ამას თმები. მაგრამ ეს ამოყვანა საერთოდ პანაცეა არ არის, ყველაზე არ მუშაობს, მაგრამ ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ყავთ ჩვენ. ახალგაზრდაც, საშუალო ასაკის და მოხუცებიც სხვათა შორის. მოხუცებზეც კარგად მუშაობს, ასაკოვანს, ეს აი რო იტყვით, რომ თითქოს 70-ის კაცს როგორ უნდა გაუშვიროს თმები, გვაქვს ამის შემთხვევები. მაგრამ არა ყველაზე, ხო, არ შეიძლება ეს მეორე სახეობის აი ამას ვიტყვით, ეს უნდა შეიზილოს. ეს პრეპარატს იზილავს შრალთმაზე ჩოლოს გინდა დილას გინდა საღამოს გინდა დილას საღამოს ხო და ამას რომ შეიზელს გინდა პულვერიზატორში ჩაასხავს და ისე შეიზელს გინდა ამას აქვს ესეთი დოზატორი პირდაპირ დოზატორით იმას გააკეთებენ ხოლმე თმებს და შეიზელებს შემდეგ ცოტა ხანი გააჩერებს და ნახევარ ნოტიოზე დაიმასაჟებს გინდა ხელის გულებით კარგად რომ გახურდეს თავის გარე გინდა პატარა პირსახოთი უნდა შეიშროს ანუ კეუნა უცებ გაიქცეს და ჩამოიბანოს ეს არ არის რაღაცა ტოქსინი ეს არის პირიქით კარგია ხო შეიზელს კანის სტიმულაცია ხდება მე ამის გარდა რომ თერაპიული მოქმედება აქვს ძალიან კარგი კოსმეტიკური ეფექტი აქვს როგორ იცით როგორც ნატურალური თმის კონდიციონერი ისე იქცევა და თმა არაჩვეულებრივ ფაფუკდება პრეპარატში შროშანზე და კარგად ეს იوارცხნება თმა მოცულობას იძენს თმა აი თქვა დილას ადრექით გაჩეჩილი დგები ხო წევხარ საბანზე და რაღაცა თმა ასე გაგზობს ისე გაგ და ვეღარ ასწრებს სამსახურს წახვიდე და ვერ აწყობ ამას ხო იმ რაღაც საშინელი ბალზამების და სინთეზიკური რაღაცა ლაქების და ემების დახმას ჯობია ეს იმას გააკეთო დაისველო ამ თმები და უცებ მოდის წესრიგში თითქოს ახალდაბანელი გაქვთ აი მეორე მომენტი კიდე პრეპარატის შროშანის ღირსება რა არის იცით რომ აი თქვათ აი სიცივეა გარეთ და ქალებს უყვართ ხოლმე ნაბანავები გასვრა იმიტომ კი არა რომ მანდ მაინც რაღაცა ჰიგიენურად ჭირდებათ მაგრამ თმა უნდათ რომ წესრიგში კონდეს და შედიან აბაზანაში იბანენ და გახურებული თავით მე რაც არ უნდა შენ გაგრიდე უკვე ტაიმორიტი ემართება ბევრს არის ეს გინაკას გახურებული თავით რომ მიდიხარ ხო და არ გინდა ბანაობა იმიტომ რომ თმას ეს ძალიან აწესრიგებს და ხონგეუნებთ ისე აფუფულებს ისეთნაირად რაგდება აი როგორც ახალდაბანილი ისე ხარ ანუ ორ კურდღელს კრავ არა მარტო შენ რომ თმის ცვენისთვის ამუშავებ ამ პრეპარატს ვიზუალურად და თმის ცვენის კონდიციონერია და გაფუებული დაალაგებული გაქვს თმა რა ვიცი მე ყველანაირად კარგად გაქვს და დაჯექი გინდა დაბადების დღეზე წავდი და გინდა სადაც გინდა დაჯექი მე არ ჭირდება ბანაობა ანუ გაიმორიტი სერიოზული ავადმყოფობა ძალიან და უმეტეს რო კითხო როგორ აქვს იცით აი მე იცით დავიბანე და ისე გავედი მე სიცივეში მოვხდი ზოგმა თქვა რომ არა არ მოვხდი სიცივეში მაგრამ დავიბანე თმები იმიტომ რომ მინდოდა რომ წესრიგში ყოფილიყავი ჩავჯექი მანქანაში მაგრამ მომიწია იმის ჩამოწევა რა ქვია განჯრის ჩამოწევა და შენ როცა უკვე მიდიხარ გაქანებულ მანქანაზე და შუბზე გირტყავს ისა მაინც საშიშია აი ეს პრეპარატის შროშანი მოკლედ რომელიც ეხლა ისტორია ამ ჩვენი შამპუნების აი მე გეტყვით როგორ მოხდა ჩვენ აქ დაგვიწერეს კომენტარებში თვითონ თუ სარგებლობს ბატონი გიორგიო და ბატონმა გიორგი მოყვა უკვე ხო მე ვიტყვი სწორედ თვითონ ეს იგი რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის წევრები ჩემი მეგობრები ნაცავი მეზობლები და რა ვიცი ვიღარ სარგებლობს და მე ხო სარგებლობ იმიტომ რომ ამის გარეშე ნუ კარგი არის და სხვა მე სხვათა შორის ვერ ვნახე აი მართლა გეუბნებით დღემდე ვეძებ შროშანის ნაირ პრეპარატს იმიტომ კი არა რომ ეს ჩემი პრეპარატია აი მართლა ვეძებ და სულ არის სინთეზური საშუალებები და მე თვითონ ტიპი ვარ ესეთი რომ სინთეზური ქიმიის აი მეშინია რა არც ერთი ჩემი პროდუქტი არ იყენებს სინთეზურ ქიმიას ამ ტოქსინებს საშინელ ტოქსინებს და არც თქვენ გიჩერთ მეგობრებო იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენები აქვს აი მაგალითად ჩვენ შროშანს არანაირი ეხა არ დავასახელებ 5-6 მსოფლიო ბრენდი არის აი ჟურნალ ტაიმში და იმებში რო აქვს რეკლამა ხო არ დავასახელებ რომ არ თქვა რომ აი დის რეკლამას აკეთებ ხო 5-6 მსოფლიო დონის ბრენდი არის თმის წვენის საწინააღმდეგო რომელიც სინთეზური არის და ერთ გვერდზე რო გადაშა ჟურნალ ტაიმში არის გამოქვეყნებული კარგად აუხსნათ რა აი ხა ვეტყვი ერთ გვერდზე რო დაგვიშაოს სინთეთურმა ნივთიერებამ აი ეხლა გეტყვით უყურეთ ერთ გვერდზე რო ნახავთ რეკლამას იქ მათ აი ვალდებულება ესეთი რომ გვერდითი მოვლენები მთელი მეორე გვერდი ჟურნალ ტაიმის აი ხო არის ფურცელი მეორე გვერდი სავსე არის აი იმ რაღაც საშინელი გვერდითი მოვლენების
ტერატოგენობა, მუტაგენობა, იქ შეიძლება თაობაზე, მემკვიდრეობაზე იმოქმედებს, სტერილობაზე, იმაზე, სიმსივნეზე, შენი ჭირმე რა თქმა უნდა ეგეთი საშუალება, ხო? ანუ არ არის ნატურალური საშუალება. აი ხა თქვენ რომ მიხვიდეთ სადმე და იკითხოთ, რამე გააქვთ მისვენის სამკურნალო ნატურალური, ვერაფერს ვერ გეტყვიან, არ არის რა. გესმით სამწუხაროდ ასეა. თუ არის გეტყვიან ისიც იმას შეიცავს, ამას შეიცავს, მაგრამ რაღაცა ქიმიკატები არის მაინც. გესმით რაღაცა არის. ბოლო-ბოლო რაღაცა სინთეზურ კონსერვატებს ხმარობენ, რაღაც საღებავებს ხმარობენ და ბევრ რაღაცას ხმარობენ, რომელიც არ არის 100% ნატურალური. ჩვენი საშუალება არის 100% ნატურალური. აი მე თემა არის ძალიან საინტერესო, მინდა რომ არ გამოწყდეს აზრი. შემდეგ როგორ მოხდა ამ სტიმულიტის შექმნა? ათასობით ადამიანი იყენებს შამპუნს. შროშანი არის ბრენდი, სტიმულიტიც არის ბრენდი, მართლა ქართული ბრენდი არის და მე დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ბრენდიც უნდა გახდეს ხდის შეწევნით. თუ მოხდა ეს ალბათ. ეხლა როგორი მომენტი ეცით რომ თვითონ ეს პაციენტები იყენებდნენ ბევრნაირ შამპუნებს და ჩვენ მქონდა შეხვედრები, მოდიოდნენ რომ აი ბატონო გიორგი, იცით შროშანს ხმარო ვიყენებ მე ამას, მაგრამ შემდეგ მიდივარ და ჩემი შამპუნი ვიბანდა. ვხედავ რომ არ არის ეფექტი, ეს შამპუნი აგბუჭებს ამ ეფექტს, გესმით? ხო, ну რაღაცა ჯერ პირველად მაინტერესებდა და ვიწერდი მე ამ შამპუნის ბრენდებს, ვთქვათ, არ დავასახლებ მაგას, ცნობილი ბრენდები, აი იმპორტული ბრენდები, მე ამას ვიყენებ უკმაყოფილებად, მე ამას ვიყენებ უკმაყოფილებად, ამას ვიყენებ და მე თხოვნა იყო მათი მხრიდან, რომ შექმნითო, თქვენ ხართ ფარმაცევტი, თქვენ ხართ მეცნიერი ადამიანი და შექმნითო თქვენ თვითონ აი ეს შამპუნი. და ხომ გეუბნებით, დავიწყეთ აი ამ შამპუნზე ფიქრი, აქაც გავეცანი ძალიან ბევრ ტექნოლოგიებს, შამპუნის დამზადების ტექნოლოგიებს, მაშინ მე მახსოვს რომ ჩემი ნათესა ახლობლებიც გამყვენ, ზოგი თეთრონში გამყვა, სხვადასხვა ქიმიკატების მწარმოებელ ფირმებთან მივედით, ინტერნეტი მაშინ არ არსებობდა საერთოდ, მე რო დავიწყე ამ რეცეპტურაზე ფიქრი და საბოლოო ჯამში ეს სტიმულიტი შეიქმნა, რომელიც არის სწორედ უნიკალური იმით, რომ არის თხევადი შამპუნი და შეიცავს მრავალ კომპონენტი ამ სამკურნალო მცენარების ექსტრაქტებს. აი ტექნოლოგიურად გადატანილი გვაქვს ეს და იმის გამო რომ არის ნატურალური, ძალიან არის თხევადი. რატომ არის თხევადი? თხევადი, იმიტომ არის Facebook-ზე გავეცანი. კი, აი ჩვენ ვასწავლით რატო არის თხევადი. აი რა არის ხსნათ პაციენტებს. სანამდე ჩვენ ამას ვიტყვით რატომ არის თხევადი, ჯერ თქვათ სინთეზური შამპუნები რატო არის შესქელებული და რა რეაგენტები ასქელებს, ხო? ემულგატორები და ემულსიფაიერები ასქელებენ ამას. და ესე იგი თუ თხევადს რამეს შეიცავს, მცენარეულს, წვენს, ემულგატორი და ემულსიფაიერი არ მუშაობს შესქელებად. ამიტომ ჩვენ ვასწავლით ჩვენ იმას რა ქვია, მომხმარებელს, რომ იცოდეთ, რომ ეს დიდი ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც ლამაზ ფლაკონებში ასხავენ სითხეებს. დიდურდებიან ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე. სითხეებს. ეხლა მსოფლიო მოდა არის, რომ ყველაფერს დააწებონ ნატურალური რეკლამა და ყველაფერს დაარქვათ ნატურალური სახელი. და ამის გამო ისინიც იყენებენ ამას, რომ ბიო ნატურალური, მაგრამ თუ არის უკვე შესქელებული, ის გრამს არ შეიცავს ნატურალურს არაფერს. აი 1 გრამსაც კი 10 მილილიტრი, თქვათ 200 მილილიტრი შამპუნი თქვენ რო იყიდოთ და 10 მილილიტრი რომ რაღაცა იყოს ნატურალური შიკი, იმ წუთში გათხელდება. ანუ ემულგატორს არ გააჩნია რა. იმის გათხელდება, გაგითხელდება და მით უმეტეს როდესაც მაღალი კონცენტრირებული მცენარეული ნაყენზე აქვს პრეტენზია, ის უნდა იყოს თხევადი აუცილებლად. და ჩვენ ვეუბნებით ჩვენ მომხმარებელს, რომ იცოდეთ ასეთი ტესტი, რომ თუ ყიდულობთ რაღაცას, რომელზეც მიტყებებული აქვს რაღაცა შენი ლამაზი მცენარე ზევიდან, ხო? იცოდე რომ თუ არის თხევადი, ის მათთან მცენარეულია, მაგრამ მეორე ტესტი რომ ფერი უნდა იყოს აუცილებლად მოყავისფრო ფერი, ჩალისფერი ფერი. რატომ იცით? თუ მცენარეულს რამე შეიცავს, ფლავონოიდებისა და თრიმლავი ნიტრატების ხარჯზე აუცილებლად უნდა იყოს მოყავი. აი, როგორ ჩაის ყოს ვარ ჩვენ. სწორედ რატო არის ჩაისფერი, ასე ვთქვათ, ყავისფერი, ხო? თრიმლავი და ფლავონოიდების შემცველობის გამო იძლევა. ანუ ბატონო გიორგი, მაგალითად ჩვენი ყავისფერი სხვადასხვა ფერის შამპუნები. წითელი, ყვითელი, აბსოლუტური სინთეზური საღებავებია. აი მე გიტყვით რაღაცა ძალიან მოდაში ეხა ელემენტარული ყველას თვალი გვაქვს გაჩვეული, ჯინჭრის შამპუნი რატომღაც ამად გონიათ რომ არის მწვანე. ჯინჭარი რა ხან მწვანეა, მწვანე ფერს იძლევა.
ჯინჭრის ექსტრაქტი არის ყავისფერი. კითხეთ ნებისმიერ ფარმაცევტს. ჯინჭრის ექსტრაქტი გამონაწილე არის ყავისფერი, სწორედ იმ ფლავონოიდების ხარჯზე. ამიტომ თქვენ რო ნახულობთ ლამაზ ბოლს, გაბერილია, რომელიც აი ამ მწვანე საღებავით და ლამაზი ჯინჭარია კიდე ზევიდან მიწებებული და აწერია ბიო, ნატურალური და ფიტო, არც ერთი არ არის. ეს არის უბრალოდ საწარმოო ხრიკი, რომელსაც ამ ტრანსნაციონალური კომპანიები ხომ გეუბნებით გვაჭმევენ, გვასმევენ ამ ქიმიას რა. ქიმია, საჭმელი ქიმია, სახეზე ქიმია, კრემი ქიმია. ნუ მე საერთოდ ანტაგონისტი ვარ ამ ქიმიების ასე უსასრულოდ გამოყენების. მაგრამ ისინი იყენებენ, იმიტომ რომ იაფიჭდება ეს. ბატონო გიორგი, ჩვენ გვაქვს 8 დასახელების შამპუნი. ხო, აი ჯერ დავიწყოთ სტიმულიტით. ესე იგი, პირველად შეიქმნა სტიმულიტი. პატარა ანოტაციები გავუკეთოთ. აი ეს სტიმულიტი შეიქმნა, რომელიც 270 მილilitrიან ფლაკონში გამოგვდის ჩვენ. სხვათა შორის ბოთლის ყალიბით ჩვენი არის, ჩვენი საკუთარი ყალიბით მივდივართ ქარხანაში და იქ ვიკეთებენ რაღაც სერიას, იმიტომ რომ დაცული იყოს ჩვენი პატენტი ბოთლზე არის დიზაინზე და ანუ ვაკონტროლებთ ტარასაც. და ეს სტიმულიტი არის, რომელიც გამოვუშვით ჩვენ პირველად 1996 წელს. ესე იგი ამ პრეპარატის შროშანის შემდეგ გამოვუშვით ჩვენ 1996 წელს და ყველა გვეუბნებოდა რომ რა შამპუნი როგორ გაიყიდება, რას ამბობთ თქვენ ქართველები, ვინ ახართ, ესე ხართ. ესე იგი ამის ერთადერთი ისე ნოვატორი კი არა, რომ თქვენ პრომოუტერი ისე მე ვიყავი ამ ჩემ პროდუქტს. ყველა ამბობდნენ, კაცი ვერ ნახე, თქვა რომ არა იცი რა საქართველოში ქართული შამპუნი გაიყიდება, მაგრამ გავყიდეთ იმიტომ რომ მართლა ნატურალურია და დავიწყეთ ქადაგება, რას ნიშნავს ნატურალური, რას ნიშნავს, იცით რა არის, შენ რო ყიდი რაღაცას, ჯერ ერთი არ უნდა დაიმალო. ზოგი არის რომ აი გამომგონებელი, რომელიც იცი რა, მე ლექს დავწერე, მაგრამ მე არ წავიკითხავ ამ ლექს, არ არის სწორი. შენ თუ შენ პროდუქტში ხარ დარწმუნებული, კარტუსერებში არ უნდა დაიმალო, უნდა ჩამდეჯ, ხო? უნდა თქვა, უნდა შეხვდე მაყურებელს, უნდა დაამტკიცო რატომ არის კარგი და აუხსნა კიდევაც. ასე რომ ჩვენ უკან არ ვიხევდით არასდროს და ყოველთვის ჩვენ მომხმარებთან ქონდა აგიტაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ეს სტიმულიტი არის შექმნილი ნორმალური კანისთვის. ამას ქვია სტიმულიტი ჩვეულებრივი. ასე იციან, აი პროვიზორებმა რომელიც სტიმულიტი გამოგიტანა, სტიმულიტი ჩვეულებრივი, ნორმალური კანისთვის. ანუ ეს არის მცენარეული მშრალი და ქიმიანი. კი, ეს არის მცენარეული კომბინაცია, რომელსაც აი სტიმულიტი პლუსი არის პლუს მცენარეული კომბინაცია და რძე. ანუ რძე როგორ იცით ტექნოლოგიურად ხარ რძე და ძროხას ვერ მოსული და ვერ მიგაკეთე ტექნოლოგიური პროცესია საკმაოდ რთული და ხო დიახ მშრალი კანისთვის ეს არის მშრალი კანისთვის რატომ სტიმულიტი პლუსი არის მშრალი კანისთვის იმიტომ რომ განსაკუთრებით ქალბატონები რომლებიც იღებავთ თმებს ნუ კაცები ჩვენ არ ვიღებავთ ჩინელები იღებავენ თქვა აზიაში იღებავენ მაგრამ ჩვენ თუმცა არ ვიღებავთ განსაკუთრებით ქალებში სიმპტომი რომ სინთეზური საშუალებებია ძლიერ მოქმედი და კანს ძალიან აზარავებს და აშრობს მე. იწევს ეს თმის ჩვენას თმის აი ესე იგი წდება თმა ბოლოები რო იყოფა ქერტიანობა კანის გაფუჭება სიცოცხლე ხო? აი ამისთვის ძალიან კარგია მკვებავია და სტიმულიტი პლუსი. შემდეგ სტიმულიტი ექსტრა უკვე არის ცხიმიანი კანისთვის რომელიც რომ უფრო მამაკაცებს აქვს ეს ცხიმიანი კანი ინტენსიური მეც სხვათა შორის აი ახალგაზრდობაში სტუდენტ პერიოდში სწორედ ცხიმიანი კანი მქონდა. და იქიდან მოჭარბებულად რაღაცა ეს ცხიმიანი კანი ფორები ისეთნაირად მერე სუსტება ამ ზედმეტი ცხიმისაგან რომ იწყება თმისვენა და აი სტიმულიტი ექსტრა შეიცავს სამკურნალო მცენარეების კომბინაციას პლუს თიხა კაოლინი აი ეს თიხაც ჩვენია ქართული თიხა და ქერტლის საწინააღმდეგო რა თქმა უნდა ეს სტიმულიტები არის ქერტლის საწინააღმდეგო და თმისვენის შემაჩერებელი სამკურნალო და აუცილებელი არ არის თქვათ რომ მანდამაის თმისვენა გქონდეს აი როგორც ნატურალური თაფლი და სუპერმარკეტში შაქრიანი რაღაცა ქიმიური თაფლი რომელიც კაცმარისის იმის წარმოშობა ხო ნატურალურ თაფლს აირჩევ ხო და რატო უნდა ჭამო ის მანდამაის შაქრიანი რაღაცა ქიმიკატი რომელიც კაცმარისის რა არის ანუ ეს პროფილაქტიკური საშუალებაც არის მშვენიერი და ნამდვილად შემდეგ მოხდა სტიმულიტის სუპრის გამოშვება ეს არის უნივერსალური ხორბლის ლუდ შეიცავს სტიმულიტი სუპრა ხორბლის ლუდ შეიცავს აი ქალებს რო გიყვართ მძინვარე თმა ძალიან მაგრამ მუშაობს თმის გაბზინვარებაზე ასევე ასქელებს ალბათ აი როგორ არის იცით გამახშირებელი ყველას ეს თვისება აქვს მაგრამ
ეს მუშაობს აი ხორბალი, ლუდი საერთოდ არის ბზინვარების მიმცემი და ზუსტად მაგრამ მასე მუშაობს ეს და საკმაოდ კარგია, უნივერსალი, ეს არის ყველა ტიპის კანზე. მე გაგაცნობთ ისე სტიმულიტი ფიტოს, რომელიც ძალიან პოპულარულია ასევე სტიმულიტი ფიტო. გიორგი, დაინტერესდნენ, რაც შეიძლება ამ პროდუქტს ავერსი, PSP, რა GPS. თქმა უნდა, ჩვენ ამას ისედაც ვიტყოდით გადაცემის բոլოს, მაგრამ ყველგან ქსელებში აბსოლუტურად მე მადლობა. ასევე ინტერნეტითაც გაქვთ გონი გამოწერით და არა, გამოწერით არა გვაქვს. იცით მე მადლობას მოვახსენებ, აი რა კარგი მომენტი ახლა გამახსენდა. საერთოდ ადამიანი იყო მადლიერი რა. მე ძალიან მადლიერი ვარ ავერსის და PSP-ს და გეფას. ეხლა გეფა, ადრე GPS იყო, ეხლა გეფას თანამშრომლების. და ქართულ წარმოებას გვერდში უდგანან და მე ძალიან მომზადებულები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ პროდუქტზე მომზადებულები არიან ყველაფერი და ამავე დროს რა არის, იცით, მომზადებულები არიან, რომ თვითონ იყენებენ ამ ბევრი ყავს მომხმარებელი თვითონ მათ თანამშრომლებს. ავერსი, PSP, GPS გიყავს თანამშრომლები და კმაყოფილები არიან. და გინდა იგივე პროვიზორები, გინდა იგივე აფთიაქის თანამშრომლები, გინდა თვითონ ოფისის, მათი ოფისის თანამშრომლები და რავი, ძალიან კარგად გვექცევიან, ყველანაირად გვეხმარებიან. მე ძალიან მადლობელი ვარ მათი და რა ვიცი, მოკლედ როგორ არის მიერ აფთიაქში თუ ქსელი ჩამოუთვალოთ, ანუ არა, ქსელებში, PSP-ს ქსელი, ავერსის ქსელი, ფარმადეპოს ქსელი, ხო, ფარმადეპოს ქსელი და GPS-ის ქსელი. მთელ საქართველოშია ეს ქსელები. სხვა აფთიაქებსაც გააქვთ, ახლა ავერსი PSP-დან სხვა აფთიაქებსაც გააქვთ და აი სტიმულიტი ფიტოზე რა ვერ მოასწარიცით, მე თქვა რომ აი ნივრის ნაყენი არის, ახლა ეს არის აი ბუდობრივი ცვენა, ვისაც აქვს განსაკუთრებით ინტენსიური ცვენა. აი რომ ჩამოდის თმის ცვენა საპონზე, თმა რომ ჩამოდის საპონზე ძალიან. აი დილას გაიღვიძებ და ბალიზეა დაგროვებული თმები, ხარიჩაზეც ვივა. ნუ ადამიანს ძალიან ინტენსიური თმის ცვენა რო და კიდევ აი ბუდობრივი თმის ცვენა როცა აქვს, აი რომ კურნალოს დადიან ექიმებთან რაღაცა ქიმიკატებს ხმარობენ და პარალელურად რა შამპუნით დავიბანოთო. აი სტიმულიტი ფიტო მაგ დროს. ნივრის ექსტრაქტი ძალიან მაგრამ მუშაობს ამ ბუდობრივ ცვენაზე, თან შამპუნია, თან ჰიგიენურია, თან პლუს კომბინაცია ამ სამკურნალო მცენარეების. და გაგაცნობთ კიდევ ეს ცოტა ძვირიანი შამპუნი არის სტიმულიტი მაქსი 15 ლარი ღირს და გეტყვით რა თან ერთად დაფნასაც შეიცავს, კი. აი სტიმულიტი მაქსი მინდა გითხრათ კიდევ. აი ძალიან კარგი საშუალებაა. მე სულ მქონდა გამეკეთებინა ეგზოტიკური შამპუნი, რომელსაც აი საშუალო სეგმენტის მოხმარებლისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის ყოფილიყო შექმნილი. რა არის, იცით, როგორ შეიძლება ადამიანმა არ გამოიყენოს ჩვენი ციტრუსები რა, ეს უნიკალური იქსაც მანდარინია, იქსაც ლიმონია, იქსაც ფეიხოა, ხო? როგორ შეიძლება თქვათ ეს ნედლეული არ გამოიყენო და ჩვენ მათი ფოთლებიდან გავაკეთეთ აი მართლა ზით გამთბარი ექსტრაქტები. აი მართლა ესეთი სურნელი აქვს რაღაც სხვანაირი და ეს არის ეგზოტიკური შამპუნი სტიმულიტი მაქსი, რომელსაც ძალიან მაგარი თერაპიული ეფექტი აქვს და ამას ერთად იყენებენ ისევ ჩვენი მომხმარებლები. ეს საერთოდ რა არის, იცით, აი რომ გვენდობიან, ხო? მე ყველა პროდუქტს იყენებენ და მე მადლობას მოვახსენებ ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომ აი ასევე ატმოსფეროს მავნეზე მოქმედებისგანაც კარგი დამცავი. რა თქმა უნდა, ნატურალური საშუალება. სიცივე, ანუ რა ხდება, იცით, ეხლა ჩვენი დევიზი ფილმის რა არის, რატო არის ეს დევიზი ნატურალური პროდუქტები მხოლოდ და რაც შეიძლება ნატურალური იყოს პროდუქტი. როდესაც რამე ახლა რაღაცას ვქნით ჩვენ, ვთვლობთ რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს სინთეზური და რაც შეიძლება მეტი იყოს სცენარეული და ფიტო და ნატურალური. რომ აი ჩვენი დევიზი რომ ბუნებაა მხოლოდ ჭეშმარიტი ფარმაცევტი. თუ ვინმე არის ჭეშმარიტი ფარმაცევტი, რა თქმა უნდა, ბუნებაა. უფლის მიერ შექმნილი ეს გრანდიოზული, გენიალური ბუნება, ну ფლორა და ფაუნა ყველაფერი ერთად სინამდვილეში, ბუნებაა ჭეშმარიტი ფარმაცევტი და მართლა ფიტოთერაპია, ფიტოთერაპევტები, ყველაზე კაი ფიტოთერაპევტები სწორედ ეს სცენარეები არიან, გესმით? და როგორ შეიძლება რომ ამან არ იმუშაოს? თუ მართლა ამას შენ კეთილის სინთეზიერად ასრულებ ამ რეცეპტურას. აი სტიმულიტ მაქს ნამდვილად გირჩევდით ეგზოტიკური საშუალებაა და
ჩვენი ესე იგი მომხმარებლები პერიოდულად იყენებენ მას. და როგორ შეიძლება აი კიდე ვიტყვით თუ შეიძლება. ბატონო შეიძლება კიდე რაღაც არ მაქვს. აუცილებლად ჩვენ ბავშვთა ხაზზე გადავალთ, მაგრამ მანამდე კითხვებია შემოსული. კითხვები? დიახ, ბატონო გიორგი. მე მეშინე დროში არ ჩავეტიე. ერთი ადამიანი გწერს ძალიან როგორ ეტყობა ამ ადამიანს სრულიად გულწრფელია და სიყვარული ცაუბრობს თქვენ იმდენად თქვენ თითოეულ პროდუქტზე, რომ უდაოა თქვენი გულწრფელობა ნამდვილად და აწუხებთ კიდევ ესეთი კონკრეტული ჩივილის შემთხვევაში აძლევთ გარანტიას თქვენი საშუალებებით, რომ პრობლემა მოგვარდება. ჩვენის. იცით რა არის ახლა როგორი გარანტია, სულ არის მაგაზე ლაპარაკი. საერთოდ აი ამ ყალბისხნელმა აფერისტებმა ხალხს ჩაუდეს ის, რომ რაღაცა შეიძლება გარანტიით განიხილოს. აი მე მაგალითად ავიღოთ ცოდნის და განათლების დეფიციტია. როდესაც სიტყვა გარანტიაზე ჩამოვარდება, რომ მეცინება. რატომ მეცინება იცით? აი მაგალითად ასპირინი ავიღოთ, რომელიც გამოდის 100 წელიწადია. ფირმა აწარმოებს 100 წელია თუ 120 წელიწადი ასპირინს. მიუხედავად იმისა, რომ ასპირინი ბევრ რაღაცას შველის, ბევრ რაღაცას არ შველის. მაგრამ აი, იცით როგორი მომენტია, ეს ბაიერი არავის არ იტყვის, რომ იცით მე გარანტიას ვაძლევ, რომ შენ რომ ყელი ტკივა ასპირინს, დალევ ყელის ტკივილი გაგიმის. არა პროფესიონალიზმია გარანტიაზე საუბარი. არა, უბრალოდ როგორი აი მაგალითად სტრეპტოციტი ყველა შესრულა დაფთიაში. ინდივიდუალურია ყველაფერი. ჩემ თქვა, მე მიხდება და ჩემ შვილს არ უხდება. რა ვქნათ, გადავაგდოთ ეს სტრეპტოციტი. ანუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არათუ გარანტია, არამედ 30%-იც მაინც რომ შედეგი დადოს პრეპარატმა 30% 1000 კაციდან 300 კაცზე რომ შედეგი დადოს და 7-ზე საერთოდ შედეგი არის ეს პრეპარატი იმ სოფლიო დონის პრეპარატად ითვლება აი მიღებულია ეს სოფლიო ბიზნესში ხო აი ელი ლილი რომელიც ტრანსნაციონალური კომპანია და მილიარდი აქვს ბრუნვა ხო ამერიკაში აწარმოებს სერიოზული ფირმა ესე იგი სიხარულით ხელს მოაწერს ყველა იმ პრეპარატს რომელიც 30% თერაპიულ ეფექტს აჩვენებს. გესმით? სხვადასხვა თქვათ იყოს ეს რადიკულიტის რევმატიზმის და სხვა პრეპარატები. ესე იგი ჩვენთან აი 60%-მდე გვაქვს ეს თერაპიული შედეგი და ამ გარანტიას ვერასდროს ვერ ვიტყვით, მაგრამ როდესაც ადამიანი იყიდის და გამოიყენებს, ხო, ნახავს რომ ნატურალურია და შედეგს აუცილებლად ნახავს. ანუ სტიმულიტის სერიაში, შამპუნების სერიაში. ბეიბი გვაქვს. მცენარეულ, სუფთა მცენარეული ექსტრაქტების პროცენტული რაოდენობა 60% აჭარბებს. რის გამოც სწორედ ამიტომ არის ის უნიკალური. ხომ ასე აბადოებში. იცით, მე გეტყვით ახლა იაპონიაში შეიძლება იაპონური რაღაც შამპუნები ვნახეთ, ერთადერთი იაპონური შამპუნები, რომელიც არის თხევადის შამპუნი, მე პირადად. ანუ ისიც ნატურალურია. და რომ ნახეს სხვათა შორის ფერიც ისიც და აი მე როგორც ახლა ექსპერტი ვარ ამ ჩემს საქმეში, ფარმაცევტი ვარ და ამ ბიზნესში ვარ და ამ წარმოებაში ვარ, ნამდვილად მივხვდი რომ ნატურალური იყო. სხვა ამბავია რეცეპტურა რამდენად კარგია, რამდენად თერაპიული შედეგი აქვს, მაგრამ კონსისტენციურად იყო ნატურალური შამპუნი, იმ კლასში გადიოდა და სხვათა შორის ეხლა დაიწყო ეს სოფლიოში მოძრაობა ამ კუთხით, რომ მივხვდნენ რომ აი ეს სინთეზური შამპუნები არის დიდი ბლეფი უბრალოდ რა, უბრალოდ მომხმარებელიც მივხვდა ამას, რომ ამბობენ რომ ეს არის ნატურალური, როგორ არის ნატურალური? ეს არის სინთეზური შამპუნები, სადაც გამოყენებულია საღებავი, ემულგატორი, ემულსიფერი და შესქელებულია. და ნატურალურ ფერზეც არის. ლურჯი, მაგალითად, როგორ შეიძლება იყოს ნატურალური, ან ყვითელი, ან წითელი. დიახ, ბატონო გიორგი, დრო ცოტა გრჩება. აი მაგას ვამბობ. გადავიდეთ ბავშვთა ხაზზე, იმიტომ რომ ბავშვებთან სათუთი არის ძალიან. ბავშვებთან აუცილებელია, რომ ყველაფერი ნატურალური და ბუნებრივი ქონდეს ბავშვებისთვის. ჩემი შვილიშვილი მარიამი არის 3 წლის. ჩემი გოგო გათხოვდა ეს პრობლემა იყო და სხვათა შორის ჩვენივე შამპუნებს იყენებდა, მაგრამ მითხრა რომ მამიკო იქნება გავაკეთოთ ბავშვის სერიაო, არ არსებობს რომ ესე იგი და მე შექმენი მართლაც საშუალება, რომელიც გაძლიერებული არის ნატურალური ჭარხლის ექსტრაქტით და ჭარხლი ხო სისხლბადია თვითონ და ნატურალური ჭარხლის ექსტრაქტი შედის. ის კი არა რაღაცა ქიმიური ჭარხლი და ნატურალური ჭარხლის
ექსტრაქტი არის და ცოტა მოწითალო ფერის დაკრავს სამშაბათს. შიგავს რომ ნახავთ, ცოტა მოწითალოსკენ გადის. დამამშვიდებელი ეფექტი. არა, მაგას ვერ ვიტყვი, არა, შეიძლება ვიღაცაზე გააკეთა ჭარხალი, შეიძლება აქ ეს თვისება თვითონ ნატურალურ ჭარხალს, მაგრამ ძალიან კარგია თმებისთვის, ანუ ის მცენარეული კლასიკური ფორმულა პლუს ჭარხალი აგრძელება. და ბავშვის კარგია პირველივე დღიდან ურჩევ თამაში. ეხლა ბავშვს ხო უნდა შვილი 5 შვილი გავზარდე მე და მე თვითონ ვაბანაებდი მე და ჩემი მეუღლე ამ პატარა ბავშვებს და რა ვიცი ძალიან აქტიურ გასაგებად პირველ ორ ბავშვზე ანაზე და საბაზე ძალიან დიდი ის მივიღე მონაწილეობა მაქვს. მე უკვე ენერგია აღარ მეყო ამ ბავშვების, მაგრამ რო ვაბანაებდი ამ შამპუნებს ხმარობდი. სხვათა შორის მაშინაც უმოყოფილო ვიყავი მე. და ბოლოს აი ამ ჩემ შვილიშვილზე უკვე რა თქმა უნდა ჩვენ საშუალებებს ვიყენებდით და ეს არის სწორედ აი მას მიუძღვენი სტიმულიტი ბეიბი. რომელიც არის ასევე Excel-ში და რა ვიცი შეუძლიათ რაც ყველაზე მთავარი არის ბატონო გიორგი მსმენელს მოვახსენოთ რომ ფასები ამ შამპუნების არის მართლაც საოცრად ხელმისაწვდომი. ეხლა მე ცოტა შევასწორებ ხომ გეუბნებით აი მაგალითად სტიმულიტი მაქსი 15 ლარი ღირს. დანარჩენი სტიმულიტები სადღაც 8 ლარის ფარგლებში ღირს. სტიმულიტი ბეიბიც აი ესე 15 ლარი ღირს, აი ესე დაახლოებით. ეს დანარჩენი სტიმულიტი 8 ლარის ფარგლებში მე ყოლობს ხელმისაწვდომია და აი ბოლოს სტიმულიტი ჩვენ გვავაკეთეთ ეგზოტიკური სტიმულიტი დაფნა. აი მიუძღვენი შოუ ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს ну ცოტა შეძლებული სეგმენტისთვის არის უკაკეთებული თუ სტიმულიტი მაქსი იყოს საშუალო ფენისთვის უფრო ეს და 34 ლარი ღირს ეს სტიმულიტი დაფნა არის PSP-ში მხოლოდ სუფთა დაფნის ექსტრაქცია გაკეთებული დაფნის ექსტრაქცია ქართული დაფნა არის გამოყენებული პროცენტულად სუფთა დაფნის ექსტრაქცია გაკეთებული ძალიან ძლიერი შემაჩერებელი თვისება აქვს, აი ეგზოტიკური საშუალება, საკმაოდ ძვირიც არის დაფნა და ჩვენ ძვირი გვიჯდება და ერთი ფლაკონი ღირს 34 ლარი. ეს სტიმულიტი დაფნა მარტო PSP-ში შევლის ექსკლუზიურად და მადლობლები ვართ შამპუნები, არა მარტო შამპუნების სერია არის, არამედ სამკურნალ წამლოს საშუალებაა. ხო, რა თქმა უნდა, აი წამლო არა. თუ ეხლა მე გეტყვით, აი წამალი კიდე სხვა რაღაცაა, თუმცა ჩვენ სტიმულიტები გამოვიკლიეთ კანისა და არა მე შროშანით ვიგულისხმე. პრეპარატი შროშანი პრეპარატია. თქვენი დამზადებული ხო, პრეპარატია თვითონ. პრეპარატი შროშანი პრეპარატია, კლასიკური პრეპარატი არის, არასამკურნალო საშუალებაა. და ის არა ქვია, მე მინდოდა მეთქვა რომ თვითონ სტიმულიტის შამპუნის კვლევაც გვაქვს ჩვენ ჩაპატარებული. ას გარდაცვლილი ბადრი ჩლაიძე არჩეული პიროვნება კანისა და ესპის დირექტორში გავიარეთ ჩვენ იქ კლინიკური აპრობაცია ასე ვთქვათ ამ შამპუნის და სხვათა შორის იქაც რა ვიცი მაყოფილები იყვნენ და მე იქ ჩვენი პაციენტებიც ყავს და ვიცნობთ იქ ყველას მაგრამ ეს იყო 96-ში ხო გამოუშვით გონი 96 წლის რა თვე იყო აღარ მახსოვს გვაქვს ამის დასკვნები ყველაფერი ჩვენ გაკეთებული ჩვენ შამპუნზე რეცეპტურა ტექნოლოგია არის მართლა უნიკალური და სხვათა შორის სურვილი გვაქვს ექსპორტის. აი ეს თემაც მინდა თუ დავშად რომ არა, გვაქვს ბატონო გიორგი. ექსპორტი ჯერ ქონდა ერევანში. გვაქვს დრო რომ ვილაპარაკო თუ არ გვაქვს. სულ 3 წუთი. 3 წუთი, კარგით, 1 წუთში მაინც ჩავეტევი. ისტორიას გეტყვით მე თქვენ. ესე იგი აი რაღაცა პერიოდი 2006 წელი, რომელიც დავიწყეთ ექსპორტზე ლაპარაკი. 2006 წელი იყო, რომ მუშაობა ფიქრი ექსპორტზე. და ახაც რა უნდა საქართველოს ქართული არ გაიყიდება და მეუთხარი კაცო, აქ თუ არის არჩევანი 8000 შამპუნში ირჩევენ ჩვენი ქალები. უცხოური ძალიან ბევრია, ხო? იგივე შედის მეთქი მოძმე რესპუბლიკაში, სომხეთში იგივე შედის, იგივე შამპუნების ერთი მეორე ცნობილი ტრანსნაციონალური ბრენდები, ხო, რაც შედის, ყველა შედის იქაც და მეთქი რატო არ უნდა აირჩიონ მეთქი იმათმაც მეთქი უბრალოდ. აუ, არ აირჩევენ, იმიტომ რომ ქართულია ასე ისე და სხვათა შორის წარმოიდგინეთ ეგეთი რაღაცა, რომ 2007-ში ჩავდივარ ერევანში აბსოლუტურად ყოველგვარი რეკომენდაციის წერილების და იმების გარეშე აბსოლუტურად ერევანში პირველად ვიყავი საერთოდ და შევდივარ სწორედ რატომღაც ამოვარჩი ეს ალფა ფარმი და ეს ალფა ფარმი რატო ამოვარჩი ერთი 3-4 ფირმა იქ დიდი და რომ შევედი იქ ის მომენტი იყო ეგეთი რომ გადადიოდნენ ახალ ოფისში სადღაც ეს დიდი ფირმა გადადის
ახალ ოფისში და ეს როგორი ფირმაა, იცით, აი როგორც ავერსი, როგორც PSP, ძალიან დიდი ფირმა არის საერთოდ. და მეთქი და აი ფარმაცევტი ვარ, რომ მივედი ამათთან, ხა მე არ ვიცი ვისთან მელაპარაკა და ვინ იყო იქ საერთოდ, ვინ იჯდა იმ ოფისში. ხო და რო შევედი, ну აი ახალგაზრდული ის იყო რაღაც მომეწონა რაღაცა და ამიძახეს მიხარო კაცო შენ რა გინდა ვასო. მოთხარი ავტორი ვარ ამ პრეპარატის, ამ იმის, ამ შამპუნების და თქვენთან მინდა მეთქი ქსელში შემოვიტანო პირველი ქართული ექსპორტი. და გაუკვირდათ როგორ კაცო საქართველოსიდან მარტო ლიმონადი შემოგზო ჩვენთან და რამე კეთდებაო საერთოდ. მოთხარი კი მეთქი კეთდება, შამპუნი კეთდება, ქართულია ასე ისე. წაღებული მქონდა აქედან ქართული ღვინო, რომ ნახეს ეს ქართული ღვინო ისე აუ შეიკრიბა ყველაფერი დაუძახეს გოგოებს ვიღაცებს და არ ვიცი ვინ-ვინაა ჩე. და თურმე აღმოჩნდა რომ ეს თვითონ პატრონი ამ მთელი ფირმის შემთხვევით რა. ხო და მეო გიორგიო რაზეა ლაპარაკიო ჩე ამ შამტიმულეტები ხო მომეციო მოხდა თქვენ ჩუქნით კაცო რაზეა ლაპარაკი და ჩემ მეუღლეს ერთი სამი დღე ვიყავი ერევანში. ნუ მეუღლეს გაასინჯა თვითონაც ხა გაასინჯა რაღაცა და პირდაპირ მითხრა რომ შემოიტანე დაალაგე ქსელში რაზეა ლაპარაკი. შედგა ხო და ნუ მაშინ მქონდა მე 20 ფლაკონი ჩატანილი და მე ჩავიტანეთ 100, 200, 300 და უკვე მოთხოვნილება შედგა. და შემდგომ უკვე ჩავიტანეთ ეს რა ქვია ერთი პადონი ერევანში და ალფა ფარმში იყიდებოდა გავაკეთეთ სომხურ ენაზე კლიპი ეს კლიპი გადიოდა სერიალში გავაკეთეთ ბანერები მეტროში დავდგით აქ სომხურად გავახმოვანეთ როლიკი უკვე მქონდა გაკეთებული ანუ ეს სარეკლამო რგოლი და დავადეთ იქ ხმა და სერიალში სომხური სერიალი იყო რაღაც ახალგაზრდული გადიოდა და რაღაც აი შეიკრა ის მაგრამ მოხდა მე ესეთი ტრაგიკული რამე რომ აქ დაიწყო ომი ესე იგი 2008-ში უკვე დაიწყო ომი და აი რაღაცა უკვე ფეხა ადგმული ხო იცით თოთო ბავშვი რომ ფეხს აიდგას და ერევანში გაყიდვებია და რა ვიცი რამის ფოტოშოპის უკვე კონტაქტები კარგი მქონდა და ესე იგი აქ ომი დაიწყო ხალხი რა შამპუნი რი შამპუნი ყველა დაზაფხული იყო ხო აქ ძალიან შევფეხდი იქ უკვე სარეკლამო თანხებიც უნდა მეხადა აქაც უნდა მეხადა ეს სარეკლამო თანხები რომ შემენარჩუნებინა ეს მუშაობა და ესე იგი გადავწყვიტე რომ ვერ გავკაჩავდი რა აი მithot იმისო რომ ავადგმევინე ფეხი ვერ გავკაჩავდი და ესე იგი შევეცადე რომ უკვე ის ამოყიდულიყო იქ რაც იყო წასული რაღაცა ამოყიდულიყო და აქ მენახა და წარმოებას მაგრამ მე რომ მქონოდა ეხლა მაგ ჩემი წარმოება აშენებული და მე რომ მაშინ უკვე ჩემი წარმოება აშენებული მქონოდა უფრო კარგად თავრობა რო გვერდში დამდგმობდა რაღაცა კრედიტი მოეცათ მაშინ მე უკვე ექსპორტს იქ გავაგრძელებ ბატონო გიორგი ანუ თქვენ უკვე თქვენი საწარმო გაქვთ სადაც ეს ყველაფერი იქ კი რა თქმა უნდა აბსოლუტურად კი ვიბარებთ ჩვენ სამკურნალო მცენარეებს და რა ვიცი საქართველოში არ არის ადგილი ბიზნესის ძალიან რთულია წარმოება მით უმეტეს მცირე ბიზნესს და დიდი პრობლემები არის ამიტომ ჩვენ თითოეული მოქალაქე თავდადებულად უნდა ვიგრძნოთ რომ პირველ რიგში პოპულარიზაცია გავუკეთოთ ჩვენს პროდუქტს თუ გვინდა მძლავრი ეკონომიკა ეს არის სასიცოცხლო აუცილებელი და ჩათვალეთ რომ მე გავხდი უკვე თქვენი მომხმარებელი და ჩემს გარშემოც არ შეგარცხვენთ ნამდვილად ჩვენი პროდუქტი არ შეგარცხვენთ გავაცნობ თქვენს პროდუქტს და ჩვენი გადაცემა ამით დასასრულს მივახვალ აი ერთი ეს აქსიომა შეიძლება თქვა აქსიომაზე აი კიდევ გვაქვს ჩვენმა მაყურებლებმა აიციან თმის კრემი თმის მასკარი ეგეთი თმაში შესაძელი თმის ჩვენის და კეტილონის მაგრამ ეს არის ზეთოვანი ან მცენარეული ზეთები ნატურალური ძე და მცენარეული ნაყენები აი ეს 100 მლ ფლაკონი იქნება ყველგან შეში თმის ჩვენის მასკა კრემი ამას რომ შეიძლება ეს უკვე უნდა ჩამოიბანენ ისე ჩვენი შამპუნი ნიღაბი ბანაობის წინ 9 საათით ადრე შესაძლებელია და შემდეგ გადადიან აბაზანაში გადაიბანენ და ესე ძალიან კარგი რაღაცა განსაკუთრებით აი დაზიანებული კანისთვის გამომშრალი დაზიანებული ზოგ სიწითლე აქვს ზოგ თავში გამონაყარი ფანტასტიკური აქსიომა ანუ ვყიდულობ სტიმულიტის სერია შამპუნებს და ასევე სამკურნალო წამლო საშუალება პრეპარატის შროშანი ტრიადაა ასეთი სტიმულიტი აქსიომა შროშანი აი ტრიადა რომელიც და ჩვენ კოსმეტიკური საშუალებების წარმოებასაც
რაც გეგმავთ, ჩვენ დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ ეს თქვენთვის ქართული პროდუქტისთვის ნამდვილად ღირს დიდი და მადლობა. ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებ სმენელს, რომ დღეს ჩვენ გაგაცანით ინოვაციური მცენარეული შამპუნის სტიმულიტის სერია და რომელიც არის ორიგინალური და ეფექტური საშუალება თმის პრობლემების მოსაგვარებლად. ძალიან ბევრს აწუხებს თმის სვენაც, ქერტლიანობად და სწორედ ეს ნატურალური საშუალებები თან ქართული საგანგებოდ თქვენთვის დამზადებული პრობლემური თავის კანისთვის. ესე იგი, მის შემადგენლობაში შემავალი, უმაღლესი თერაპიული ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარეები სწორედ თქვენთვის შექმნა ბატონმა გიორგი ქუთათელაძემ. დიდი მადლობა. მე მადლობას მოვხდი ჩვენ რა თქმა უნდა თქვენ ქალბატონო მაიკო, თქვენ თანამშრომლებს ყველას, თქვენ რადიოს და მადლობას მოვხდი იმ ჩვენ მრავალ ათასიან მომხმარებელს. აი მადლიერი ვარ მე თვითონ. თქვენ ერთგულ მომხმარებელს. მეც ასევე ერთგული ვარ მათი და ერთგული ვარ იმ იდეის, რომ ფიტოსაშუალებები, ნატურალური მცენარეული განსაკუთრებით ქართული პროდუქტები უნდა იყოს სახელგანთქმული და უნდა გაუთქვათ ჩვენ ყველამ ერთად სახელი და საერთაშორისო ბრენდი მე მაქვს სურვილი თქვენთან ერთად, თქვენ დახმარებით ყველა მთელი საზოგადოების სტიმულიტი იყოს საერთაშორისო ბრენდი. რომ შამპუნი გავიდეს ექსპორტზე და ამერიკაშიც, თუმცა ჩვენ ემიგრანტებს თვითონ გააქვთ, ჩვენ ეს არ შეგვიძლია. იქ იცნობენ მაინც ემიგრაციას საფრანგეთში, ამერიკაში, ინგლისში, ავიცი, ყველგან გააქვს, სადაც კი მიდის და თქვენთან ერთად მინდა რომ ეს დიდი ბრენდი გახდეს. აუცილებლად გავუწევთ ჩვენ რადიო საქართველოს ხმად პოპულარიზაციას ქართულ პროდუქტს. მადლობა. გამოიყენეთ სისტემატურად ეს ქართული შამპუნის სერია სტიმულიტი და გექნება ჯანსაღი თმის სტრუქტურა და ასევე შეინარჩუნეთ სილამაზესაც. ამით მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. მომავალ სამშაბათს ტრადიციულად რადიო საქართველოს ხმის პირდაპირ ეთერში 7 საათზე ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში პაციენტის დრო მაია ცომაიასთან ერთად. ნახვამდის.